არასრულ კვირაში საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ზაფხულის არდადეგების შემდგომ კი კერძო ბაღების ნაწილმა მუშაობა უკვე დაიწყო. აქტორის ამზადისის პირობებში განსაკუთრებით საინტერესოა მოთხოვნა, მათ შორის რეგულაციები და კერძო ბაღების ღირებულებაც. რა ვითარებაა ბაზარზე და რა სიახლეებით ხდება ბიზნესი? ამ პერიოდს თემაზე საუბარს ნათია გურგენიძესთან, კერძო საბავშვო ბაღის ალუბლების დამფუძნებელთან ვაგრძელებთ. ნათია, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდ მადლობას მოგახსენებთ, მოგესალმებით ყველას. მართლა უკვე ესე წესჩვეულებად გადაიქცა ჩემი თქვენთან სტუმრობა, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას. ძალიან გვახარებს ყოველთვის თქვენი სტუმრობა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით, იმიტომ რომ მართლა მნიშვნელოვან სიახლეებს გავდივართ ხოლმე და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა თქვენთან სტუმრობა. ვისაუბროთ სიახლეებზე, ახსენეთ უკვე რა სიახლეებით ხდება ალუბლები წლევანდელ სეზონს და უკვე დაიწყებთ თქვენ ხო აქტიურად მუშაობა? კი ბატონო, ჩვენი ალუბლები მთელი წელი მუშაობს ზოგადად, თუმცა ახალი სასწავლო წელი იხსნება ხოლმე 1 სექტემბრიდან. ჩვენს ჩვეულ რეჟიმში უკვე მე-13 წელიწადია 1 სექტემბერს ვიხსნებით. და ვცდილობთ, რომ ბავშვებს დავახვედროთ ძალიან მხიარული, მსრუნველი და მოსიყვარულო გარემო, იმიტომ რომ მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზაფხულში საერთოდ ირევიან, აბსოლუტურად ვარდებიან ყველანაირი რეჟიმიდან და მშობლებისთვისაც ერთგვარი სიმშვიდეა, რომ ბავშვი უკვე ჩააბარო, სადაც საჭიროა, რომ განვითარებისთვის ძალიან ბევრი რამ გაიაროს და უფრო მეტად გაიზარდოს და განვითარდეს. 1 სექტემბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხოლმე ადაპტაციის პერიოდი, აი თავიდან ვიწყებთ ხოლმე ამ რაღაცებს, მაგრამ ძალიან მალევე ძალიან ბედნიერები ხდებიან და ვაგრძელებთ სამუშაო პროცესს. მე წელს ანუ მქონდა კიდევ ახალი ფილიალის გახსნა საგურამოში, რომელიც ზაფხულში მუშაობდა და რა ვიცი, ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ წელიწადმა, თუმცა 1 სექტემბერი უფრო თბილისის ბაღებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, ამ დროისთვის უკვე რამდენი ფილიალით არის წარმოდგენილი და ჯამში დაახლოებით რამდენი ახსაზრდელი ყავს ალუბლებს? რომ ყოველწლიურად იზრდება ხო რიცხვიც და მოთხოვნაც? იცით რა არის მოთხოვნა, რა თქმა უნდა იზრდება. ჩვენ ამჟამად გვაქვს 3 ფილიალი, ეს არის თავიდანვე ვაკეში, თენგიზ აბულაძის ქუჩაზე, მეორე გვაქვს ალექსანდრე იოსელიანის ქუჩაზე და მესამე საგურამო. ანუ სამივეგან მოთხოვნა რა თქმა უნდა არის, იმიტომ რომ თვითონ პირველ რიგში ბავშვისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალიზაცია და თანატოლებთან ურთიერთობა და სწორი აღზრდის მეთოდები. შესაბამისად ჩვენც ვხვდებით ყოველ წელიწადს სიახლეებით და რაღაც გვინდა რომ იცვლება ძალიან ბევრი რამე ბავშვებთან ურთიერთობაში და ჩვენც მივყვებით ამ ტემპს, ასე ვთქვათ. ხო, ცვლილებებს როცა ვახსენებთ, ადრე რაც იყო იდეაში საბავშვო ბაღების სპეციფიკა, დღეს უკვე სრულად განსხვავებულია, იმიტომ რომ ბავშვებით საერთოდ სხვანაირი თაობა, იმ განვითარებას უნდა აყვეს ახსაზრდელი, მათ შორის და აღმზრდელიც ერთობლივად რაც არის. ხო, მსოფლიო ტენდენციებიდანაც გამომდინარე. მათ შორის გაჩნდა ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა, განსაკუთრებით, როგორც ვიცი, ალუბლებს ამ მიმართულებითაც აქვს, ხო? ასე ვთქვათ, სიახლეები დანერგილი სერვისები. კი ბატონო, ნამდვილად ესეა. აი მართლა აბსოლუტურად ყოველ წელს იცვლება ეს დამოკიდებულებები. ნუ აქ ინკლუზიური განათლება ძალიან დიდი ხანია, პრინციპში რამოდენიმე წელიწადია, ძალიან მნიშვნელოვანია და რას ნიშნავს? უბრალოდ ყველა ბავშვს ჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და მას უნდა განუვითარო ის უნარი, რომ მან შეძლოს თანატოლთან თანასწორად გაიაროს თავისი განვითარების ეტაპები. ანუ ამ კუთხით ბოლო პერიოდში არა მარტო საქართველოში, მართლა სწორად ახსენეთ, მსოფლიო ტენდენციაა, რომ მე წინა შეხვედრაზეც ვახსენე, ჩვენ ისეთ ციფრულ გარემოში ვცხოვრობთ ბოლო პერიოდია,
რომ ძალიან ბევრი ციფრული ანიმაცია და ვირტუალური სამყარო შეიქმნა ბავშვებისთვის, ანუ ამისთვის იზრუნეს ადამიანებმა და ძალიან სახალისო ვიდეოებიც გააკეთეს, მაგრამ ეს ძალიან ბევრ რამეს უშლის ხელს. მაგალითად, ბავშვები აღარ ცდილობენ, რომ იმეტყველონ, იმიტომ რომ რაღაც რასაც უსმენენ, ის რაღაც სიფერადე ხმები მათთვის დამაკმაყოფილებელია და უკვე ნელ-ნელა წამოვიდა ბოლო პერიოდია მეტყველების შეფერხება. ეს რაღაცა დოზით, რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლების დანაშაულიც არის, მაგრამ თუმცა თუ განვითარდება და რაღაც საინტერესო ანიმაციას, ოღონდ ამას თავისი რაღაც გარკვეული პერიოდი ჭირდება. ამიტომ ძალიან ბევრი აი ასეთი პირველ რიგში კიდე ვიტყვი მშობლების მხრიდან და მეც მათ შორის მშობელი ვარ არასწორი მიდგომით პირობითად ბავშვებს აერიათ ქცევა. ეს ქცევის არევა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ბავშვს რაიმე დარღვევა აქვს და რაიმე ხდება. უბრალოდ უნდა რაღაცის დასწავლა. აი გვაქვს ქართველებს ესეთი კარგი სიტყვები ხოლმე, ასწავლა კი არა, დასწავლა. ანუ ნებისმიერი ჩვევა შეუძლია რომ დაასწავლი, იგივე გაიმეოროს. ამისათვის ჩვენ შევქმნით ინტეგრირებული ჯგუფები, რაც იმას ნიშნავს, რომ ფსიქოლოგების ჩართულობით აბსოლუტურად ბავშვის მოსვლის დღიდან ვაკვირდებით მის ხასიათს და ნელა-ნელა მშობელთან აუცილებლად კონსულტაციის გავლით ვახერხებთ იმას, რომ ნელ-ნელა თანატოლებთან უკვე გახდეს თანასწორი და ზუსტად ის თვისებები განივითაროს, რომელიც მას სოციალიზაციისთვის სჭირდება. ამიტომ ეს ინტეგრირებული ჯგუფები მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ აი სადღაც 3 წლის წინ დავაფიქსირე, რომ ძალიან მინდოდა ესეთი რაღაც გამეკეთებინა და როგორც იქნა გავაკეთე სამივე ფილიალში და მგონია რომ ყველა პატარასთვის ჩვენთან მოსვლა ძალიან საინტერესო იქნება და მშობლისთვის ძალიან დიდი გამოცდილება იქნება როგორ აღზარდოს თავის შვილი ნელ-ნელა და რა არის სწორი და რა არის არასწორი და ამავდროულად ბავშვმაც დაისწავლოს ის უნარი, რომელიც შემდგომ უკვე სკოლისთვის დაჭირდება და საერთოდ ცხოვრებაში დაჭირდება. კი, ნაცი ახსენეთ ეს სიახლე, რაც გაქვთ ინტეგრირებულ ჯგუფებს გულისხმობ, მოთხოვნა რამდენად წამოვიდა ამაზე? მშობლებს რამდენად აქვთ დღეს თქვენი დაკვირვებით გააზრებული ამის საჭიროება, რომ აუცილებელია მათ შორის ბავშვს მოусმინონ ქცევაზე დააკვირდნენ და სპეციალისტების დახმარებით გამოასწორონ მათ შორის რაიმე ხარვეზები? ძალიან კარგი შეკითხვა. ცოტა მშობლების მხრიდან ბოლომდე არ არის აღქმული ზოგჯერ თავიანთი შვილის საქციელი. პირობითად თუ აი ძალიან კარგად ხსნის ჩემი ერთ-ერთი კოლეგა ნეიროფსიქოლოგი ქალბატონი ნინო ამას ჩემთან გვერდზე ცდებს ეს მიმართვა აი თუ პირობითად პატარას უნდა რაღაც აი შევიდა მაღაზიაში და უნდა შოკოლადი და თუ ამას გეტყვის რომ დედა მინდა შოკოლადი ეს ნორმალურია მაგრამ თუ იატაკზე გაწვება და ფეხების ბაკუნს დაიწყებს და ანუ ძალიან გააპროტესტებს ეს არ არის სწორი თუმცა მშობლებს ყოველთვის აქვთ ამაზე პასუხი ხო იცით ცოტა თავნებაა გასაგებია რომ თავნებაა მაგრამ აი ამას უნდა ძალიან პატარა სწორი მიმართულება და ის მეორედ ამას აღარ გააკეთებს ცოტა მშობლებისთვისაც რაღაცეები არის ჯერჯერობით მიუღებელი მაგრამ მე ვფიქრობ რომ სოციმედია ზოგადად ყველა სპეციალისტები ამაზე ვაკეთებთ ამ ბოლო დროს აქცენტს და მგონია რომ თვითონაც გაითავისებენ რომ ეს იმას არ ნიშნავს რომ მის შვილს რაღაცა გამოუსწორებელი აქვს არა უბრალოდ ცოტა შარევა ჭირდება რაღაცეების, რომელიც მერე ყალიბდება. ისე რომ ვფიქრობ, წინა წლებთან შედარებით ძალიან კარგი მიმღებლობა აქვს ამ კუთხით. თუმცა ხო, რაღაცა ეტაპზე ზოგს ძალიან უჭირს და ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება ამ დროს, რომ მშობელმაც არ იგრძნოს თავი უხერხულად.
კი ბატონო, ნათია, კითხავთ ყოველი წლის თვით აქტუალურ შეკითხვას, რამდენად იზრდება ღირებულება საბავშვო ბაღებში, კერძო საბავშვო ბაღებში სწავლის და ასევე მინდა იმ რეგულაციებზეც გავამახვილოთ ყურადღება, რასაც აწყდება ხოლმე კერძო საბავშვო ბაღები ყოველწლიურად და ეს თავის მხრივ არის ბიზნესისთვის ხარჯი, ხო? არის იქ მაგალითად სავალდებულო ასპის სტანდარტები. აი ამ ყველაფერზე მინდა ვისაუბროთ. კი ბატონო, მოგახსენებთ. ანუ როგორ არის რეგულაციები სურსათის უნებლობის კუთხით. რატომღაც ძალიან ბევრ მშობელს გონია ხოლმე სოციალურ ქსელში მინახავს, რომ კერძო ბაღებს არავინ არ ამოწმებს და არა ესე არ არის. ჩვენ გახსნის დღიდან სურსათის უნებლობის წესებს, რაც იყო საჭირო პროდუქტთან მიმართებაში და კვებასთან მიმართებაში, ჯანსაღ-კვებასთან, ეს ყოველთვის იყო, თუმცა დაინერგა ჰასპის სტანდარტები, რომელიც მოითხოვს ძალიან ბევრ დოკუმენტობრივ აღრიცხვიანობას და ამას სჭირდება სპეციალურად კადრი, იმიტომ რომ არის მაგალითად სადილის მომზადების დროს რამოდენიმეჯერ მაგალითად ერთ-ერთს ვიტყვი რომ რაღაც თერმომეტრით უნდა შემოწმდეს დუღილი რა გრადუსზეა სანამ მივა ბავშვამდე რა ტემპერატურაზე უნდა იყოს ესე ვთქვათ შეგრილებული რომ იქ რაიმე მიკრობი არ წარმოიქმნას და ასე შემდეგ ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა უფრო სწორად დრო და ყურადღება და დროის გამონახვა ამისთვის სპეციალისტია საჭირო არის კიდევ შემდეგი რეგულაცია და ესეც ძალიან დიდი ხანია, თუმცა ეხა უკვე ამაზეც სპეციალისტები გვჭირდება. ეს არის შრომის უსაფრთხოების კუთხით. ანუ ისე როგორც შენობის მოწყობა, ასე ვთქვათ, იყოს უსაფრთხო და შენობაში მყოფი ადამიანები, როგორც თანამშრომლები, ისე რა თქმა უნდა აღსაზრდელები და მესამე რეგულაცია კიდევ ესეთი სპეციალისტის დახმარება, სადაც აუცილებელი გახდა, ეს არის პერსონალური დაცვის მონაცემები, რომელიც აბსოლუტურად ყველა აღსაზრდელს და ყველა თანამშრომელს თავის ბაზაში ატარებს, ასე ვთქვათ და აქაც არის ძალიან ბევრი დოკუმენტობრივი საკითხი, რომელიც საჭირო გახდა. ანუ რა თქმა უნდა, ბიზნესისთვის ყველა დამეთანხმება ამას არ აქვს მნიშვნელობა, საბავშვო ბიზნესი კიდევ უფრო ძალიან საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ ბავშვს რაღაცა იაფი მომსახურებით თუ პროდუქტით თუ რაღაცით არ ვიცი ხოსაც შეიძლება ეგ, მაგრამ ნუ აი ჩვენთან მით უმეტეს არ შეიძლება შესაბამისად ქვეყანაში მზარდი ფასებიდან გამომდინარე ძალიან მოიმატა ჩვენმა ხარჯებმაც როგორც დამფუძნებლებისთვის გულისხმობ და ანუ პირველი ის რომ რეგულაციები და ავტორიზაციას ატარებენ ხა ხო ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ანუ ადრე ავტორიზაცია არ ქონდათ საბავშვო ბაღებს ეხლა ავტორიზაციას აქვს თავისი პუნქტები თავისი სტანდარტები რომელსაც ყველა კერძო ბაღი ასე თუ ისე ვაკმაყოფილებდით, მაგრამ არის რაღაც ინფრასტრუქტურული ნაწილი, რომელიც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და რაღაცებს დრო გვჭირდება და ამისთვის სხვათა შორის დრო გვაქვს მოცემული საკმაოდ და ჩვენ ამას ვაკეთებთ, ისე რომ ამისთვისაც ცალკე გვჭირდება მომზადება ეს პროდუქტის თემა და მესამე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც ფასზე პირდაპირ პროპორციულია, ასე ვთქვათ, ეს არის კარგი კადრი. იმიტომ რომ ამის პრობლემაც არის, ხო, კვალიფიციური კადრების დეფიციტი. კვალიფიციური კადრის დეფიციტი ზოგადად ბევრ სფეროშია, მაგრამ როდესაც ბავშვთან გაქვს საქმე, აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანია და ანუ ესეც პირდაპირ პროპორციულია ფასის ზრდასთან, იმიტომ რომ კარგ კადრს და სერტიფიცირებულს, რომელსაც გავლილი აქვს უამრავი ტრენინგი და თან ეს ტრენინგი ერთხელ რო წელიწადში გაივლი
მომავალ სულ სხვა რაღაც გჭირდება. ზუსტად იცვლება მუდმივად ხო? შესაბამისად ეს სულ ესეთი განვითარებადი პროცესია და შესაბამისად გვიწევს ხოლმე გვიწევს კი არა გვინდა ხოლმე რომ რაღაც ფასი დავაკორექტიროთ თუმცა ამას ძალიან მცირე პროცენტული მაჩვენებლით ვაკეთებთ ხოლმე მე პირადად დაახლოებით 10%-ის 10% მაჩვენებლით შევცვალე ჩემი გადასახადი და ძალიან ბევრი ჩემი აღსაზრდელის მშობელი ამას ძალიან ჯანსაღად შეხვდა და ვფიქრობ, რომ ეს ყველასთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ მივყვებით სტანდარტებს, ვითარდებით და ვეწევით იმას, რაც უნდა საბოლოო ჯამში მივიღოთ და ხარისხიანი პროდუქტი გავაკეთოთ. ამისათვის ხო გვჭირდება ვერაფერს ვიზავთ. ჩვენ რადგან საუბრობთ ავტორიზაციაზე, მათ შორის ვახსენეთ სავალდებულო, რომელიც უფრო კონტროლირებადი გახდა. ახლა მეორე მხრივ ხედავთ ბაღებს, რომლებიც მრავლად ჩნდებიან, ყოველ წელს თითქოს ემატება ბაზარს კერძო ბაღები და ეს ბაზარიც ხდება კონკურენტუნარიანი. ერთია ისინი რა სტანდარტებით ოპერირებენ, თუმცა ის რომ იზრდება ბაზარი, ესეც ცალსახა. ამ კონკურენციის პირობებში რამდენად გართულდა ოპერირება და ზოგადად რამდენად კონტროლდება ეს სფერო თქვენ შეფასებით? იცით რა, ვერ ვიტყოდი, რომ კონკურენტუნარიანები არიან, თუმცა როგორ არის, იცით, ალბათ ნებისმიერ ბიზნესში ასეა. ვიღაცისთვის რაღაცა მისაღებია და იკვლევს ამას ძალიან კარგად და იცის სად უნდა მიიყვანოს თავის პატარა. ვიღაცისთვის შეიძლება ის არა, რომ მას არ უნდა, მასაც უნდა. ძალიან კარგი შეიძლება ის ყველაფერი, აი ეს ყველა რეგულაცია რომ მისი შვილის ბაღში დაცული იყოს. რა თქმა უნდა, რატომ არ უნდა გინდოდეს, მაგრამ არის ერთადერთი ფასის თემა. პირობითად თუ ვიღაცა კორპუსში ან სადმე რაღაც პატარა ადგილას გახსნის თავის პატარა სივრცე, სადაც პირობითად 10 ბავშვს მოულის ძალიან კარგად და რატომაც არა ხომ ხვდებით რომ დაახლოებით ჩვენი მესამედი ფაზია. ამიტომ ეს ვიღაცისთვის მისაღებია. აი რაც შეეხება რეგულაციებს ალბათ ვერ შეძლებენ, იმიტომ რომ ყველაზე პირველი რეგულაცია რაც არის, საერთოდ ბაღს უნდა კონდეს ცალკე მდგომი შენობა და შესაბამისად კორპუსის პირველ სართულზე ეს არაფრით არ შეიძლება. ხა ამას საჭირო ინსტანცია როდის გაიგებს, როდის მივა იქამდე და როდის ეს არ ვიცი, ყველა ადამიანს ვუსურვებ რომ თავის საქმეში, ასე ვთქვათ, წარმატებას მიაღწიოს, თუმცა ვერ ვიტყვი რომ კონკურენტუნარიანია. ვიღაცას ეს მომსახურება ჭირდება და არაუშავს, ანუ სანამ იქნება. იქნებ არ აქვს რაღაცა მეტი საშუალება, იქნებ მისთვის სხვა რამეა პრიორიტეტი. აი ესეც არის. აი მშობლისთვის ძალიან ბევრი რამეა სხვა და სხვა პრიორიტეტი. ვიღაცისთვის კვებაა ძალიან მნიშვნელოვანი. ვიღაცისთვის ანბანი რო კარგად იცოდეს, ვიღაცისთვის ბედნიერი რო იყოს თავის შვილი, ანუ ძალიან ბევრი პრიორიტეტებია. შესაბამისად, რომელ პრიორიტეტსაც პოულობს, იმას აკეთებს. ხო, ამ ხრივ ეს არის. და ის გაბევრდნენო ბოლო დროს ვერ ვიტყოდი ადრე უფრო იყო მე მგონი ხო არ ვიცი ხო ნუ შემდგომ წამოგვეწია რეგულაციებიც და ბევრმა ალბათ ვერც გაუზორა ეს რეგულაციები გაიტარებინა სტანდარტებიც გაიტარებინა ჯერ მხოლოდ ჰასპის დანერგვა არ არის იაფი სიამოვნება ხომ ორგანიზაციაში არა და სადაც საკვები მზადდება იქ აუცილებელი არ აქვს ეს მნიშვნელობა ის იქნება ბაღი თუ კაფე თუ დრაივი. კი, თან როცა საკითხი ბავშვებს ეხება ყველაზე ფაქის არსებებს. ჩვენ გარშემო და საუბრის ბოლოს შევაჯამოთ ჩვენი საუბარი უკვე გეგმებით. რა არის ის გეგმები, რასაც ისახავთ ამ წლის ჭრილში ახალი სასწავლო წლისთვის? როგორც აღნიშნე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთადერთი ქალაქგარეთ ფილიალის გაკეთება. რაც შესრულდა პრინციპში და სხვათა შორის ერთი სიტყვით მინდა ვახსენო, რომ ამაში ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო მონაწილეობა და ჩვენ აწარმოეს პროექტით გავაკეთე ეს ყველაფერი და ამისთვის მადლობა, იმიტომ რომ ალბათ ვერ შევძლებდი სხვა შემთხვევაში. ეხლა ვფიქრობ, რომ განვავითარო, იმიტომ რომ ძალიან მალე მომიწია და ბევრი რამ მე ვიცი
რომ კი არ დავაკელი და უფრო კარგად მინდოდა და ამის განვითარებაზე ვიმუშავებ და მეორე ძალიან მინდოდა რომ ეს ინტეგრირებული ჯგუფები ყველა მშობლისთვის და ყველა პატარასთვის ყოფილიყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც მე ვხედავ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მათაც მინდა რომ ასე დაენახათ და ვფიქრობ, რომ აი ამ კუთხით ძალიან ბევრს ვიმუშავებ, ასე ვთქვათ და დანარჩენი ის რომ ყოველ წელს გვინდა რომ მიდგომები იცვლება და გვინდა რომ ხარისხიანი მომსახურება მივაწოდოთ მშობელს, ამისთვის სულ ვზრუნავ, სულ ვეცდები და რა ვიცი რაღაცა ძალიან ბევრს გავაკეთებ კიდე რა შემიძლია რომ ეს ყველაფერი იყოს ხარისხიანი. დანარჩენი რა ვიცი. უკვე დრო გვიჩვენებ. ძალიან დიდი მადლობა ნათია გადაცემაში სტუმრობისთვის წარმატებები ალუბლებს ძალიან დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ ნათია გურგენიძე ალუბლების დამფუძნებელი სტუმრობდა გადაცემაში.